აი გულწრფელად მაინტერესებს თუ თქვენ გყავთ ტოქსიკური манипуляტორი, შეყვარებული ან მშობელი, რატომ მეუბნებით რომ მიდიხართ ფსიქოლოგთან? რომ მეტი არგუმენტი გქონდეს თქვენს წინააღმდეგ? ან მე ხო ვეღარასდროს ამოხვალთ მისი ყბიდან, როგორც კი საზღვრების დაცვას დაიწყებთ და წარმატებული თერაპიის შემთხვევაში რა თქმა უნდა დაიწყებთ, ის ხო ყოველთვის ამას იტყვის, რომ შენ ეს ფსიქოლოგმა გადაგრია, თორე აქამდე შვენივრად მithმენდი და იტანდი ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებ და ეხლა რა დაგემართა, ანუ რატო გამოხვედით მენის რეჟიმიდან? ეს შენ ფსიქოლოგებს რო უსმენ, მაგის ბრალია. უსმინე და კაი ჭკუაზე დაგაყენებენ. ანუ მიხვდით ხო? არ უნდა უთხრათ ეს ყველაფერი. სხვა შორის კაცებსაც ეხება ეს იგივე თემა არის, ანუ ტოქსიკური პარტნიორი შეიძლება კაცსაც ყავდეს, ხო? და რა თქმა უნდა ეს პარტნიორი ხდება, როდესაც რაღაც იცვლება, როდესაც აღარ არის ესეთი დამთმობი და ყველაფრის ამტანი მისი პარტნიორი. რა თქმა უნდა ხდება, ქალებიც ხვდებიან ხოლმე ამას და ამბობენ, რომ რაღაც შეიცვალე შენ, ვიღაცამ ჭკუა გადაგიტრიალა და ასე შემდეგ, ხო? არ არის საჭირო ამ დროს ყველაფრის გამხელა. ეს იგივე რაც რაღაცა მოზალადე ყოფილ ქმარს ეუბნებოდა, რომ ერთი კიდე დამემუქრე რა, ანუ სკრინის გაკეთება მინდა თუ შეიძლება რომ მე შენ წინააღმდეგ გამოვიყენო და აი ერთხელ რომ დამემუქრო თუ დაფიქრდით. მესმის რომ თქვენ გინდათ რომ აი ხა მე ფსიქოლოგთან წავალ და მე და ფსიქოლოგი მე დაგელაპარაკებით თუ რაღაც არ გინდათ რაღაც დაიტოვეთ თქვენთვის. ასე აჯობებს. არ გაირთულოთ ცხოვრება და არ გაართულოთ თერაპია.